ვლოგები გააგრძელე უმთხოვეს და ეს წუთია ჩამოვედი სტრასბურგში, დედანიკა ვარ ჩამოსულები, შეიძლება კიდე სხვაებიც იყვნენ, არ ვიცი. ეს არის 11, ხვალ არა და ზეგ 13-ში ევროპარლამენტში გადის რეზოლუცია საქართველოზე და როგორც დაახლოებით 1 კვირის წინ პასეს შემთხვევაში, საპარლამენტო ასამბლეის შემთხვევაში, აქაც თხოვესო ჩამოსულიყავით, მათ შორის ერთი რომ მასალები ჩამოგვეტანა, გვეჩვენებინა და მეორე რომ რაღაცა ჩვენი პერსპექტივა მოგვეყოლა ამ ხალხისთვის რა ხდება ქვეყანაში, რა პრობლემებია და რა შეიძლება იყოს გამოსავალი. წამოღებული გვაქვს ბევრი რაღაცები, მათ შორის მასალები, რომელიც ჩატანილი ქონდა პასეს სესიაზე. გარდა მაგისა გვაქვს სხვადასხვა სიები წამოღებული იმ ადამიანების, რომლებიც ჩვენი აზრით დასასანქცირებელია და იქ არის ყველანაირი ტიპის ხალხი. ეხლა ამ წუთისთვის რა ინფორმაციაც გვაქვს არის ის, რომ 3 რეზოლუციის პროექტია მომზადებული 3 სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის მიერ, რამდენადაც ვიცით. ეხლა შემოვედი ბოლცასტუმროში და სადღაც დაახლოებით 9 საათში გავდივართ და პროექტებს ვნახავთ, რა ტექსტები არის. ერთი დრაფტი გვაქვს, სადაც ნანახი ელექტრონეთაც გამოგვიგზავნეს. ხვალ გვექნება შეხვედრები და ალბათ პრესკონფერენცია ევროპარლამენტარებთან ერთად, კონკრეტულად საქართველოზე და მათ შორის ვეცდებით რომ კითხვებს უპასუხოთ, რა კითხვებიც იარსებებს აქ და უკვე ზეგ იქნება ამ რეზოლუციის გასვლა ევროპარლამენტის სესიაზე და სავარაუდოდ გავა ამ 3 დრაფტიდან რაღაცა კომპილაცია გაკეთება, შეჯერებული ტექსტი იქნება და ალბათ ის ტექსტი გავა. ეგ არის ხა ამ წუთის მდგომარეობით რაც ხდება აქ სტრასბურგში, უკან წამოვალთ პარასკევს. სანამ ჩვენ აქ ვართ, ყველაზე პრინციპული საკითხი რაც არის რუსთაველზე გასვლა და დგომა ყოველ საღამოს. ყველაფერი დგას ამ პროტესტზე, რომელიც არის იქ რუსთაველზე. მიუხედავად იმისა, როგორი ტიპის კრიტიკა იქნება, ის იქნება, მაგას მნიშვნელობა არ აქვს. ეს პროტესტი გასაგრძელებელია, ეს პროტესტი გასაფართოებელია, ამ პროტესტმა საბოლოო ჯამში უნდა მივიყვანოს გამარჯვებამდე. მოგესმოდეს ნებისმიერი მხარდაჭერა გარედან პირდაპირ არის დამოკიდებული იმაზე, რაც ხდება რუსთაველზე. ამიტომ თუ ვინმეს გააქვთ თავისუფალი დრო 9 საათი, 1 საათი, საათნახევარი, არ ვიცი, ვინ რამდენსაც მოახერხებთ, საღამოს რუსთაველზე გასვლა არის ყველაზე პრინციპული საკითხი. დანარჩენი აქ ხვალინდელი შეხვედრებით რაღაცები რო იქნება, მე დაგააპდეითებთ კიდე აქ რა სიტუაცია იქნება. დროებით.